დიდი ტექნოლოგიური კომპანიები, რომელთა უმეტესობა არის ამერიკული, განსაკუთრებით ყურადღების ქვეშ არის ევროკომისიის მხრიდან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამოქმედა ციფრული მომსახურების შესახებ კანონი ყველასათვის, ყველა დიდი ონლაინ კომპანიისთვის გასული წლის თებერვლიდან. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიაში ამჟამად აცხადებენ, რომ ფაქტობრივად ვერ ხერხდება ვერც ერთი საქმის ბოლომდე მიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე არაერთი წელია დაწყებული არის დიდი საქმეები ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ, რომელთა შორის არის კომპანია Google, ასევე TikTok-ი და პლატფორმა X-ი, იგივე ყოფილი Twitter-ი. სწორედ ამასთან დაკავშირებით ევროკომისიაში აცხადებენ, რომ საჭირო არის დამატებით ძალა, სწორედ ამიტომაც კიდევ დაემატება 60-მდე თანამშრომელი, რომელიც შეეცდება ციფრული მომსახურების შესახებ კანონი აღსრულებაში მოიყვანოს. ბოლო ანგარიშით, რომელიც გამოაქვეყნა კომისიამ, ამჟამად 2024 წელს მათ დაასაქმეს 51-მდე ადამიანი, რომელიც არის გაერთიანებული ამ ჯგუფში და შეცდილობს აღასრულოს კანონი ციფრული მომსახურების შესახებ. ამჟამად არსებული ინფორმაციით არის დაახლოებით 127 თანამშრომელი ჯგუფში და წლის ბოლომდე აპირებენ, რომ 200-მდე ადამიანი დასაქმდეს. საუბარი არის, მათ უნდა აიყვანონ არსებული ინფორმაციით ტექნოლოგიის ექსპერტები, იურისტები და პოლიტიკოსებიც იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ამ კანონის აღსრულება. ციფრული მომსახურების შესახებ კანონი, ეს არის კანონი, რომელიც ანგარიში ვალდებულს ხდის დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას მომხმარებელთა. უფრო მეტად ფოკუსირებული არის მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და მას შემდეგ, რაც უმრავლესობა დიდი ტექნოლოგიური კომპანიისთვის ამოქმედდა, ეს კანონი საუბარი არის 25 მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიაზე. მას შემდგომ აქტიურად დაიწყო ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა. კანონის მიხედვით, თუ დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას 45 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს თვეში, მაშინ მასზე ვრცელდება ეს კანონი, ხოლო თუ უფრო ნაკლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ცალ-ცალკე ინდივიდუალურად იღებენ პასუხისმგებლობას, რომ გააკონტროლონ ეს ქვეყნები. მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ეს კანონი, რამდენიმე საქმე უკვე დაიწყეს, რომელთა შორის არის გამოძიება X-ის წინააღმდეგ, Meta-ს, TikTok-ის, AliExpress-ის და Temu-ს წინააღმდეგ. ყველაზე მეტად წინ საქმე წავიდა პლატფორმა X-თან დაკავშირებით. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ არასაკმარისად გამჭვირვალე არის ეს კომპანია იმისათვის, რომ აჩვენოს დეტალურად მომხმარებელს, თუ როგორ არის მოწყობილი მათი საქმიანობა. ილონ მასკი ამის წინააღმდეგ არაერთხელ გამოვიდა, ისევე როგორც თავად ამჟამად ძალაუფლებაში მყოფი ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალაუფლებაში მყოფი რესპუბლიკური პარტია. მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის იანვრიდან დონალდ ტრამპი გახდა პრეზიდენტი და ასევე ძალაუფლებაში მოვიდა ძირითადად სენატში რესპუბლიკური პარტია, ისინი აკრიტიკებენ ევროპულ ამ კანონს, მას დისკრიმინაციულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ასეთი ევროპული კანონი სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას ებრძვის.